ერთმა %. კი ბატონო, ანუ ეს რაღაცა ამერიკიდან ან ევროპის რომელიმე ქვეყნიდან მოტანილი მაგალითი კი არა, საქართველოში გქონდა ჩვენ ეს შემთხვევა, ანუ ეს სადღაც საიდანაც კი არ მოგვიგონია, საქართველოში გქონდა შემთხვევა, როდესაც ერთმა ხმამ გადაწყვიტა არჩევნების შედეგი, არათუ 1%-მა შეიძლება გადაწყვიტოს, ხო? მაგრამ მოდი ახლა მეორე საკითხიც ვთქვათ ჩვენ, რომ ეს 1% კი არის, ვინც საერთო ამომრჩევლების, ვინც მონაწილეობა მიიღო 34000 ადამიანი დაახლოებით, მაგრამ საკონსულო აღრიცხვაზე იყო 95000, ხო სწორად მახსოვს. რაც 3%-ამდე არის. აღარ წავიდეთ ახლა ბევრად მათემატიკაში, მაგრამ დაახლოებით კიდე რამდენი წავიდა ემიგრაციაში. მაგრამ აქ უკვე მეორე საკითხი არის, რომ რეალურად ემიგრაციაში ბევრად მეტი ადამიანი არის, მაგრამ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნაც არის დაკავშირებული იმასთან, რომ ძირთად არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა. ხო, ანუ რა ძირთად ამისთვის გჭირდება მეტი ფუნქციური დატვირთვა ამ პროცედურას არაფერი არ გააჩნია განსაკუთრებული. მაგრამ აი ახლა წარმოიდგინეთ, აი ლევანი საუბრობდა სწორედ იმაზე და ისვედი ამას ცდილობდა სწორედ რომ მეტი საარჩევნო უბანი იყო საზღვარგარეთ მაგალითად ამერიკაში როდესაც გაქვს სამი საარჩევნო უბანი და ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ეს იგივეა რომ არ ვიცი მაგალითად სან-ფრანცისკოდან ან ლოს-ანჯელესიდან ჩახვიდე ნიუ-იორკში ან ვაშინგტონში დაახლოებით იგივე არის რომ არ ვიცი მაგალითად ბერლინიდან ჩამოხვიდე თბილისში ხო ანუ მაშინ როდესაც არ აძლევ ძალიან ბევრ ადამიანს ტერიტორიულად ახლოს უბნის გახსნის შესაძლებლობას მათ შორის იგივე 95000 შეიძლება ბევრად დიდი რიცხვი ყოფილიყო, ანუ ეს 3% კი, ბევრად დიდი იქნებოდა და მონაწილეობის მაჩვენებელიც ბევრად მეტი იქნებოდა. ანუ ეს არის რაც მიიღო, მაგრამ რამდენიც უნდა მიიღო. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ რა არის? ყველაზე საინტერესო არის ის, რომ გავლენის ქვეშ არიანო. მაგრამ რეალურად ეს პირიქით უნდა წავიკითხოთ ახლა ჩვენ და რას გულისხმობ? ანუ ქართული ოცნება ეძახის უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ქართული ოცნების გავლენის ქვეშ ვერ არიან. ანუ ის, ვინც ქართული ოცნების ფულზე არ არიან დამოკიდებულები, ეს უხეშად რომ ვთქვათ, ხო? ანუ რეალურად ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო ბიუჯეტი აქცია მის პირად ბიუჯეტად. ანუ ყველა ინსტიტუციის კონტროლებით, ანუ ფაქტორად კონტროლის ქვეშ მოაქცია საჯარო სამსახურები, მოაქცია სახელმწიფო დახმარების ქვეშ მყოფი პირები, თუ სახელმწიფოზე სხვადასხვა ფორმით დამოკიდებული ადამიანები, ანუ სახელმწიფო ფულზე დამოკიდებული ადამიანები, ფაქტორად არიან ქართულ ოცნებაზე პირდაპირ დამოკიდებული ადამიანები, იმიტომ რომ მათ ქართული ოცნების კონტროლის ქვეშ არის. ანუ ის ადამიანები, ვინც პირდაპირ ვერ ექცევიან ქართული ოცნების კონტროლის ქვეშ, სხვადასხვა დამოუკიდებელი ფინანსური წყაროებით, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები, ამ ხალხს ეძახის ქართული ოცნება კრებსითად აგენტებს, უცხო ქვეყნის გავლენაზე დამოკიდებულებებს. რეალურად ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების კონტროლის ქვეშ მყოფი ფულისგან დამოუკიდებლები. ანუ ქართული ოცნება ამ ადამიანებს პირდაპირ ვერ აკონტროლებს. ისევე როგორც პირდაპირ უბნებსაც ვერ აკონტროლებს იქ. იმ საარჩევნო უბნებსაც შესაბამისად ვერ აკონტროლებს, ანუ როგორ შეიძლება მაგალითად, ანუ გასაგებია რომ მაგალითად ტიტუშკებს ვერ ახვედრებს. ტიტუშკებს ვერ დაახვედრებს, ვერ იტყვის რომ მეშინ სამსახურიდან ვერ გაგიშვებ ამას ვერ ეუბნება იმას რომ არ ვიცი სოციალურ დახმარებას შეგიწყვეთ თუ არ ვიცი დაგიჭერ თუ ასე შემდეგ ვერაფრით ვერ ემუქრება ვერაფრით ვერ აკონტროლებს და ეს პრინციპში არჩევნების შედეგებზე აისახა კიდევაც საზღვარგარეთ კი ბატონო მოლდოვის მაგალითს ეშინიათ მე მგონი პოტენციალი კი ბატონო ეშინიათ რა თქმა უნდა და ეს ნიშნავს იმას რომ ანუ რაც უფრო მეტად ანუ ქართული ოცნების ანუ არჩევნების ქართული ოცნების მხრიდან საარჩევნო შედეგების დაყენების ნიშნულოვანი წილი სწორედაც ადამიანების კონტროლზე მოდის. რაც უფრო მეტად ვერ აკონტროლებს ქართული ოცნება ამომრჩეველს, მით უფრო დაბალი არის ხარდაჭერის, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი ქართული ოცნების ხარობენ ამ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციაში, ხო რა, აბახურელი არ დარჩეთ. ასე რატომ ცდილობენ ეს კიდევ მეორე საკითხი არის, მაგრამ მთელი მომენტი იმაში არის, რომ ერთია რომ ფულით ვერ აკონტროლებენ ამ ადამიანებს, გავლენით ვერ აკონტროლებენ, ანუ რაღაც ვერაფრით ვერ ემუქრებიან. ვერკეტი არანაირად არ აქვს, მაგრამ მეორე მომენტი აქ ის არის, რომ ინფორმაციულადაც ვერ აკონტროლებენ ამ ადამიანებს. რეალურად ეს ხალხი არიან ამავდროულად ქართული ოცნების პროპაგანდის გავლენისგან თავისუფლები. აი ამიტომ ასახელებდნენ სწორედ ამ არგუმენტებს, რომ უცხოური გავლენის ქვეშ არიანო და ინფორმირებულები არ არიანო, რომ ამბობენ რეალურად ეს ყველაფერი არის პირიქით. ინფორმირებულები ძალიან კარგად და მეტიც ქართული ოცნების პროპაგანდისგან თავისუფლები არიან და მეორე რა თქმა უნდა ქართული ოცნების გავლენებისგან
თავისუფლები არიან და თუნდაც ის რომ 1% რა არისო ქართულ ოცნებაში ეს ძალიან კარგად იციან რომ 1% კი არა რეალურად ძალიან დიდ რიცხვზე არის აქ საუბარი 1% არის ვინც მიიღო მონაწილეობა მაგრამ ეს ძალიან კარგად აჩვენებს სურათს დიახ ძალიან კარგად აჩვენებს სურათს პლუს თავაზობენ რომ წადი ქვეყნიდან წავიდნენ ვისაც არ მოსწონთ და მე იქედან ხვას ვერ მიცე